მოგესალმებით. მოგესალმებით. როგორც იქნა? რამდენი ხანია ველოდებით რომ ჩავწეროთ ეს ეპიზოდი. ეს არის გადაცემა ჩემოდანი. მე ვარ ქართველი თამრი გერმანიიდან. მოგესალმებით, მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი კანადაში. და ამჟამად გერთვებით კანადიდან. თეაკო როგორ ხარ? დავაკმაყოფილეთ ყველას სურვილი. კი, მაგრამ ჩემოდანი რაღაც არ ვიცი, ჩემოდანი წავედით სამოგზაუროდ. ხო, ეს შენი იდეა სახელთან დაკავშირებით მომწონს და გააჟღერე, შენ გააჟღერე ადრე ეპიზოდებში აღარ მახსოვს. რა გავაჟღერე? არ გაგვიჟღერებია, არ გვითქვამს, არაფერი არ გვითქვამს. მიდი შენ თქვი. შენ თქვი. შენი მოფიქრებულია. ბასტი ბუბუ ხომ გახსოვთ, გემახსოვრებათ ყველას ჩვენი ბავშვობის დროინდელი მულტფილმი და ჩვენ გადავაკეთეთ ვეძახი ბესტი ბუბუს. და ვიფიქრეთ კიდეც ხომ არ გადავარქვათ ჩვენს პოდკასტს სახელიო, მაგრამ დავტოვეთ მაინც ჩემოდანი ჯერჯერობით არ შეგვიცვლია და თუ კი იმდენად გავიზრდებით, რომ 10,000 გამომწერი გვეყოლება, ისე მანამდე უნდა შევცვალოთ, თუ უნდა შევცვალოთ, მანამდე უნდა შევცვალოთ. ბესტი და ბუბუ. ძალიან საყვარლობა იქნება. ისე ვკითხოთ ჩვენს მსმენელს, შეგვიძლია ვკითხოთ, რას ფიქრობენ? ბესტი და ბუბუ უკეთესია თუ ბესტი ბუბუ უკეთესია თუ ჩემოდანი? კითხოთ. მეც მაინტერესებს მათი აზრი. მე მომწონს ძალიან. თეაკო როგორ ხარ? კარგად. შენ როგორ ხარ? დღეს სხვა ლოკაციიდან გერთვებით ალბათ შეამჩნია. კი, მოგვიყევი საიდან მოკლედ და კონკრეტულად. მონრეალში არ ვიმყოფები, ამჟამად ვარ ტორონტოში და გერთვებით ტორონტო. ტორონტოში ვისთან იმყოფები, ეგეც გვაინტერესებს. მოკლედ და კონკრეტულად და. ტორონტოში ამჟამად ვიმყოფები ჩემს შეყვარებულთან და გერთვებით მისი სახლიდან. მისი ოფისი მაქვს საკავებული. და პარალელურად რძლობ. ზან. არა, შენ კი არ რძლობ, პირიქით უნდა ჩავასწორო. დედამ თილობენ და მამამ თილობენ. მასაც უნდა იყოს. პრინცესა ვარ და თავს მევლებიან. ასეც უნდა იყოს. სწორია. სწორი არჩევანი. ერთი პტიჩკაც გავუსვით. და ხო. დღევანდელი თემა თეაკო, ისე ეს ხმის რაღაცები ყოველთვის იმდენად ასეთ რაღაცებს რომ ვაკეთებ და ამაზე მე რეიცი რამდენი ხანი ვმუშაობ რომ ამოვჭრა. იმიტომ რომ არ მინდა მსმენელი შევაწუხო ამ ხმებით და გამოხმაურებებით. და მაინც ვერანაირად ვერ გადავეჩვიე. თეაკო, ჩემთან ისე წვიმს, ფანჯრიდან საერთოდ არაფერი აღარ ჩანს და ბედნიერი ვარ, რომ როგორც იქნა გაწვიმდა, მაგრამ სახლში ახლა ისეთი სიცხეა, ერთი სული მაქვს. ფანჯარას როდის გავაღებ, რომ ცოტა ჰაერი ეს გაგრილებული ჰაერი შემოვიდეს. და მიხარია რომ როგორც იქნა გაწვიმდა და ცოტა ამოისუნთქებს ევროპა, იმედია სხვაგანაც წვიმს. კი, ცოტა ამოისუნთქებს გონი ყველგან უკვე რიგრიგობით ყველგან ნელ-ნელა ცოტა უფრო გადავდივართ სიგრილეებში. რამე ხომ არ გინდა მოგვიყვე? მე მაინტერესებს ერთი რაღაც დღეს დილით შენ მე მითხარი რომ ძალიან მაგარი რაღაც გავაკეთეო და სული მაქვს მოვისმინო რა გააკეთე ძალიან მაინტერესებს.
დღეს დილით, ნუ შენთვის დილა იყო კი, ჩემთვის ხო. ცოტა მოსაღამოებისკენ უკვე. ეს კურს, რასაც გავდივარ, პარალელურად კოუჩინგსაც ხომ ვსწავლობ და დღეს პირველად ამდენი ხნის მანძილზე პირველად 13 კვირის შემდეგ დღეს პირველად მთელ ჯგუფში ჩავატარე კოუჩინგი. ანუ ყველა გვესწრებოდა. მანამდე ვიყავით პატარა ოთახებში, სადაც ანუ ერთ-ერთში ვიყავით, ან შეიძლება ერთი ჩვენგანი კიდე დამატებით მესამე ან მეოთხე გვესწრებოდა და დღეს მთელ დიდ ჯგუფში ჩავატარე და თან რაღაცნაირი, ანუ თავდაჯერებულო, ну გამოცდილებაც გჭირდება, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ აქამდე ყველა ვინც იყო და ვინც დაასრულა, პირველივე ჯერზე ასე დიდ ჯგუფში მაინც ვერ გაბედავ თუ რაღაც გამოცდილება არ გაქვს და დღეს რატომღაც ვგრძნობდი რომ უნდა გამებედა და გავბედე თან, იმიტომაც რომ ორ კვირაში უკვე გამოცდა მაქვს და რაღაცნაირად თავსაც უკვე ვგრძნობ იმას რომ უნდა დავიწყო მომზადება ამ ხრივ და ცადე და სხვათა შორის არ ველოდი თუ ამდენად კარგად ვიგრძნობდი თავს, ან სასიამოვნო პროცესი იყო ეს რომ ვუძღვები coaches, ანუ გერმანულად coaches ვამბობთ. ის ვინც ჩემთან მოდის კითხვებით და ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო და თვითონ ეს ვინც გვასწავლის ამისგანაც ამ კაცისგანაც საინტერესო და საჭირო შეფასება მივიღე, სხვათა შორის პოზიტიური შეფასება, რაღაც პატარა დეტალები იყო, რაც უნდა გავითვალისწინო. მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ და მიხარია რომ გავბედე, იმიტომ რომ აქამდე უფრო დაკვირვების პროცესში ვიყავი, ვაკვირდებოდი, რა მჭირდება, რა ჭირდება ზოგადად. მე თვითონ ვიყავი ხშირად ამ coaches როლში, ანუ მე თვითონ როგორ შემიძლია თქვა, მე თვითონ ანუ სხვა ვარჯიშობდა ჩემზე ასე გამოდის ხო და რაღაც კონკრეტული კითხვით მივიდოდი ან თვითონ რამეს შემომთავაზებდა და აქედან ვიპოვიდი მე რაღაც კონკრეტულ თემას და ну საერთო ჯამში დაკვირვებების შედეგად აღმოვაჩინე რომ სწორ გზაზე ყოფილვარ. ოჩახ ძალიან მიხარია, ძალიან. გინდა რამე კონკრეტული დეტალი გაგვიზიარო? კონკრეტული დეტალი, რავი, ну ანონიმურად კი შემიძლია რომ გაგიზიაროთ, მაგრამ ისი რა შეგვიძლია გავაკეთოთ, შეგვიძლია აქ შეგვიძლია live coach-ი გავაკეთოთ, ჩავატაროთ. შენ რაიმე კითხვით შეგიძლია მობრძანდე და ნახევარი საათის განმავლობაში შეგვიძლია ნახევარი საათი დავუთმოთ coaching-ს და კონკრეტულსაც გაგიზიარებ იმაზე კონკრეტული რაღაც გინდა. ისე საინტერესო იქნება, საინტერესო საკმაოდ შეიძლება რაღაც ჭრიში ცოტა პირადულიც აღმოჩნდეს, მაგრამ ამას მაინც გავაკონტროლებს თუ პირადული იქნება ძალიან აღარ გავაზიარებ. ისეთი კითხვა და ნეიტრალური კითხვით შეიძლება. ძალიან საინტერესო იქნება, ძალიან მაინტერესებს. კი, მეც მაინტერესებს. პირველი coaching-ი. ანუ თლად პირველი არა, აქამდე რამდენიმეჯერ ვცადე და ეს იყო პირველი დიდ აუდიტორიაში და მაგას გულისხმობდი. ხო, დავდნით. თეაკო, სანამ ჩვენს თემაზე გადავალთ, რაღაცები მინდა გკითხო. ჩვენს თავარ თემაზე სანამ გადავალთ, რამდენიმე შეტყობინება მივიღეთ, მოკლედ რამდენიმე შეტყობინება Instagram-ზე. ზოგიერთ საინტერესებს და სხვათა შორის ძალიან მიხარია, რომ წერენ და ინტერესს გამოხატავენ ზოგჯერ ცოტა თავდაჭერილად, მაგრამ მაინც გამოხატავენ და სასიამოვნოა. ხო და რაღაც კითხვები ჩამოვწერე. და მაინტერესებს რას ფიქრობ, როგორ მიპასუხებ, მაინტერესებს. ჯერ შენ მიპასუხე და მე გეტყვი, მე რას ფიქრობ.
არ მაინტერესებს ანუ რომელი ჩვენგან რომელი უფრო ამ ტიპის კითხვებია. ჩვენგან რომელს სჭირდება დილით მეტი დრო, რომ ადამიანს დაემსგავსოს. რას ფიქრობ? აუ, გააჩნია სადმე. თუ პოდკასტის ჩასაწერად ვემზადებით, უეჭველი მე. იმიტომ რომ იმ დროს წერთ ჩემი დროით, როცა მე ვიღვიძებ აქ და ძალიან ზოგჯერ არის დღეები, როცა ძალიან შენელებული ვარ. მაგრამ გააჩნია. თეაკო ერთი წუთით რომ ესაცე წერთ პოდკასტს ეგ მითხარი. გააჩნია ზოგჯერ 9-ზე, ახლა უკვე 9-ზე. ხო, ისე კი, მართალი ხარ. მანამდე 11-ზე ან 12-ზე წერდით. ნუ ზამთრის პერიოდში მაინც რთულია კი. და თან ჩემთან დასვენების დღე იყო შესაბამისად თავს ვაძლევდი იმის საშუალებას, რომ ცოტა უფრო ანუ როცა შეგიძლია რომ მოდუნდე რაღაცნაირად ამ განწყობით რომ იძინებ, რომ იცი რომ მეორე დღე სამსახურში არ უნდა წახვიდე. ცოტა ისეთია. სხვათა შორის მეც მასე ვფიქრობ, მაგრამ სხვათა შორის ერთი რაღაცა, არა მარტო პოდკასტის ჩაწერამდე, არამედ მე მახსოვს სკოლაში რომ მივდიოდით, ან სკოლიდან სადმე თუ მივდიოდით, მაშინაც თეაკო. გამოვედიო იტყოდი. მაშინ უფრო. გამოვედიო იტყოდი და 9 საათი გავიდოდა, მაგრამ კიდევ არ იყავი გამოსული. და თან ძალიან თავდაჯერებული ვიყავი იმაში, რომ უკვე გზაში ვიყავი. ხო, ამიტომ გეთანხმები შენ. შემდეგი კითხვა. ჩვენგან რომელი უფრო სპონტანურად რომელი უფრო შეიძენს სპონტანურად თვითმფრინავის ბილეთს? სპონტანურად თვითმფრინავის ბილეთი შეძენა. ალბათ შენ. კი, გეთანხმები. სპონტანურობის დედოფალი ხარ შენ. არ ვიცით. ამ ბოლო დროს აღარ. იმიტომ რომ რაღაც უკვე არ ვიცი რა მაწუხებს, შეიძლება ასაკს თავაბრალო. რაღაცნაირად ცოტა ის მე მგონი მაგ რაღაცები გავცვალეთ, არ ვიცი. ხო, გავცვალეთ. ალბათ ცხოვრებისეულ ეპიზოდს გააჩნია. კაი, შემდეგი კითხვა რომელი ბილეთი უნდა შეიძინო? ზუსტად. ჩვენგან რომელი შეიძენს რაიმეს ისეც რაც არ ჭირდება? მე. 100%. ეს მინდა. არა და მეც ხოლმე რაღაცას ისეც შევიძენ, რომ არ მჭირდება, მაგრამ კი, გეთანხმები. რომელს ავიწყდება თავისი ტელეფონი? სად იყო ბოლოს? გერმანული დამთარგმნი ამ კითხვებს. ტელეფონი? ხო, მგონი არც ერთს. რავი. ურსასმენი უფრო მე. ხო, ტელეფონი მგონი არც ერთს. ჩვენგან რომელი უფრო დააგვიანებს? შეთანხმებულ, დანიშნულ. საქართველოში როცა ვიყავით მე. კი. იქ დაგვიანება არ არის თეაკო, იქ ნორმა ცხოვრების წესია ეგ. არა? სხვათა შორის აქ ძალიან ხო, უნდა ვაღიარო, რომ თუ მეგობრებთან შეხვედრას ეხება საქმე, ვაგვიანებ კი. თუ სამსახურს ეხება, ძალიან იშვიათი შემთხვევები მაქვს აქ ყოფნის პერიოდში განსაკუთრებით, როცა სამსახურში დამაგვიანდა. ან უნივერსიტეტში დამაგვიანდა. ჩვენგან რომელი გადააქცევს ერთ პატარა ისტორიას მთელი Netflix-ის სერიალად. My god, მე
არა, მაგრამ გააჩნია. შენ გააჩნია მეც. შენც, მაგრამ მე ხო იცი, მე არ შემიძლია ისტორიის მოკლედ მოყოლა ხალხო. კი შეამჩნევ საგერ. ძალიან ბევრი ლაპარაკი მიყვარს, მაგრამ ხო, თან ეს ხომ იცი, დრო არ მაქვს იმისათვის, რომ წერილი მოკლედ მოგწერო, ამიტომ სრულიად გიხსნი ყველაფერსო. სწორია. მაგას დრო და სივრცე ჭირდება, რომ მოკლედ გადმოსცე ყველაფერი. ჩვენგან რომელი უფრო დაიწყებს შუა ღამით ცხოვრებისეული კრიზისების გაანალიზებას. Oh my. ანუ ორივე ალბათ. შუა ღამით კი. შუა ღამით მე რა მახსოვს იცი? შენთან გურიაში რო ვიყავი, თან თუნდაც შარშან შენთან რო ვიყავი. ღამით ორივეს რომ გვეძინება და კიდე მაინც რომ აგრძელებთ ლაპარაკს. ანუ თვალები დახუჭული გვაქვს, მაგრამ მაინც რომ ლაპარაკობთ. ისე რომელს ეძინება პირველად, შენ თუ მე? შენ. უეჭველი შენ. დასახალისოა. კიდე გაქვს? კი, ძალიან ბევრი მაქვს. გავაგრძელოთ. ოკეი, გადავხედავ. ჩვენგან რომელი უფრო ბევრს ფიქრობს, ანუ ბევრს იმაზე მეც ვიდრე საჭიროა. რა გააჩნია სიტუაციას? ალბათ ორივე? კი, მეც ვფიქრობ უფრო კი, გააჩნია. გამოცდილება რაშიც გვაქვს იმ შემთხვევაში, ისე ეგ საერთო გვაქვს, იცი, იმ შემთხვევაში რაღაცნაირი, აი, თავდაჯერებული რომც არ ვიყოთ, მაინც ყალბი თავდაჯერებულობის გამომუშავებაც კი შეგვიძლია. გონი ეგ საერთო გვაქვს, კი. რაღაც ცოტა გამოცდილებას რომ მივიღებთ და თუ კი გამოცდილება არ გვაქვს რაღაცაში, ნუ გააჩნია თემასაც და სფეროსაც, იმ სფეროში შეიძლება ვიფიქროთ, კი, გეთანხმები. ხოთაშორის ახაც არ მეჭირს რომ გამოყო, იმიტომ რომ ეკრანზე ცოტა გვიან ხედავ, როცა ლაპარაკობ და არ ვიცი რა ხდება. არა, მე გხედავ, მთავარია გესმის ჩემი ხმა და ეს ჩაიწერს მაინც ყველაფერს, იმიტომ პირველად არ ხდება მაინც. გონი უპედაგოგია. ჩვენგან რომელი უფრო ადრე დაიწყებს ბარგის ჩალაგებას, ანუ 3-4 კვირით ადრე ბარგის ჩალაგებას, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 2 ან 3 დღით მიდიხარ სადმე. ძალიან მაგარი კითხვა. არ ვიცი, მე მასე ვარ და შენც მასე ხარ? მე ადრე ვიყავი ასე საქართველოში რომ მივდიოდი აქ ახალ ჩამოსული რომ ვიყავი, მართლა 3 კვირით ადრე ვიწყებდი ჩალაგებას, რომ ის არ დამავიწყდეს, ეს არ დამავიწყდეს და საბოლოოდ იმდენი რაღაც მიმქონდა, რაც საერთოდ არ ვიყენებდი და არც მჭირდებოდა. ანუ მარტო ჩემთვის არა, ანუ საჩუქრებიც კი მიმქონდა და ეს ყველაფერი ნელ-ნელა ვამატებდი. ანუ მახსენდებოდა მე ეს გაშლილი ბარგი ყოველთვის შევიდოდი ოთახში, გამოვიდოდი, ეს უნდა შევიწინო. ჩვენგან რომელი შეუკვეთავდა რესტორანში, ანუ ჩვენგან თუ კი რაიმე არასწორად შევუკვეთეთ, ჩვენგან რომელი არაფერს არ გამოხატავდა, ანუ არაფერს იტყოდა ამის შესახებ. მე. კი. არასწორად შეკვეთა, ხო. ვაიმე, მე კი ვიტყოდი. და მე კი ვიტყოდი ჩემზე რომ არასწორად მოვდანეთო. კი, მე ვიტყოდი, მე კიდე რას გავაკეთებდი, იცი? მომხმარებელი ვარ.
იქეთ დავადანაშაულებდი. ანუ ყოველთვის არა გააჩნია. თუ კი კარგი მიმტანი იქნებოდა და კარგი რესტორანი, არა რა თქმა უნდა. კეთილიც ვარ ზოგჯერ, თლათ მასეთიც არ ვარ. ჩვენგან რომელი დაიწყებს შუაღამით სახლის დალაგებას? მე მაგალითად გუშინ. გუშინ დაალაგე. შენ რომ წერდი არ გძინავსო? უი, 2:30-ზე. ნუ ახლა სახლი არ დამილაგებია, მაგრამ ჩემ ოთახში რაღაც ნივთების დაორგანიზება დავიწყე ღამით 2 საათზე. ანუ რაღაც იდეა, ნუ როცა ღამით მოდის იდეა, რატომაც არა უნდა გაყვე. ჩვენგან რომელი დატოვებდა წვეულებას, ანუ ფართის ნაადრევად? არა მგონია. არც ერთი და არც მეორე. მით უმეტეს ორივე ერთად თუ ვართ, არც ერთი არ დავტოვებთ. ბოლოს გავდივართ. ჩვენ ბოლოს გავდივართ. კაი, ახლა სხვა ტიპზე გადავალ და მერე გადავიდეთ თავარ თემაზე, თორე ძალიან გაგვიგრძელდა ეს სახალისოები. შეგვიძლია ისე გავაგრძელოთ, სტორებში გავაგრძელოთ ეს კითხვები და ჩვენს სვენელს ვკითხოთ, ისინი რას ფიქრობენ, ჩვენგან რომელი რას გააკეთებდა. ძალიან საინტერესო იქნება, ძალიან სახალისო. რას ყავა თუ აღარასდროს არ დალევდი ყავას თუ აღარასდროს აღარ შეჭამდი შოკოლადს? ყავას. აღარასდროს არ დავლევდი ყავას. ხო, მეც. აღარასდროს არა. ყოველთვის 30 წუთით ადრე მისვლა თუ 30 წუთით გვიან მისვლა? ამ შემთხვევაში ადრე ალბათ 30 გვიან ამეტანია. ნუ საქართველოში თუ ხარ, ოკეია. და თუ ხარ თეაკო. კი, მეც ადრე მირჩევნია. ფიქრების კითხვა თუ მომავლის ხედვა? ფიქრების კითხვა თუ მომავლის ხედვა? ვაუ. არ ვიცი რომელი მირჩევნია. ალბათ ისე ფიქრების კითხვა. მე მომავლის ხედვა მირჩევნია. ვიცი. ხო, ფიქრობდი ისე ფიქრების კითხვაც კაია, მაგრამ ამას ისეც გამოვიმუშავებ, არ არის პრობლემა. ყოველთვის სიმართლის გაგება, კი არა და ყოველთვის სიმართლის თქმა თუ აღარასდროს ტყუილის თქმა აღარ შეგეძლოს? Wait a sec. მოიცა კარგად ვერ გავიგე. ანუ ყოველთვის შეგიძლია დღეიდან ყოველთვის ამბობ ყველაფერს ანუ გულახდილად და ამბობ სიმართლეს, ან დღეიდან ვეღარასდროს ვეღარ იტყვი ტყუილს, ვეღარ მოიტყუებ. ალბათ სიმართლე. კი, მე მაინც მასე ვარ. ხო, ტყუილის თქმა ისედაც არასდროს არ გამომდის. ეს ძალიან სასაცილოა. 100 ცხენით 1 იხვის წინააღმდეგ ბრძოლა 100 ცხენით 1 იხვის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც ცხენის ზომისაა. ეს რა კითხვაა? ანუ ცხენის ზომის იხვი ღმერთო, არასდროს არ დამანახო ცხენის ზომის იხვი. მაიმე შენ. შენ სულ დამავიწყდა. კაი თეაკო. იხვის წინააღმდეგ ბრძოლა უეჭველი. ოღონდ თავარია არ იყოს ცხენის ზომის არ იყოს. თეაკო, ჩვენ თავარი თემა ვიხალისეთ, მაგრამ ძალიან სახალისო იყო, მადლობა. კი, ვიხალისეთ და შეგვიძლია გავაგრძელოთ ეს ხალისობა კიდე შემდეგ ეპიზოდებშიც. ვაიმე. ჩვენი ამ ეპიზოდის თემა დავიკარგე.
დავიკარგე. ჩვენი მთავარი ეპიზოდი, ამ ეპიზოდის მთავარი კითხვა დავკარგე. ხომ გითხარი? ვეღარ პოულობ. მიშველეთ. მოკლედ. რას ფიქრობ ამ თემაზე? ის რომ ჩვენ ახლა ზრდასრული ქალბატონები ვართ, პრინცესები, მაგრამ ხშირად სხვადასხვა ურთიერთობებში სულერთია პარტნიორი, მეგობრობა, თანამშრომელი ვინც იქნება, ხშირ შემთხვევაში რეაგირებს არა ჩვენი ზრდასრული მე, არამედ ჩვენი შინაგანი ბავშვი. მე რას ფიქრობ მოკაზე? ხონია მსგავსი შემთხვევა, რომ ყოფილხარ ისეთ სიტუაციაში ვინმესთან თუნდაც შეყვარებულთან ან რავი, ოჯახის წევრთან, თანამშრომელთან, მეგობართან, რომ რაღაცაზე ისეთი რეაქცია გქონდა, რაზეც ჩვეულებრივ მდგომარეობაში, არა ემოციურ მდგომარეობაში სულ სხვანაირი რეაქცია გექნებოდა და შემდეგ აღმოაჩინე, რომ ეს რაღაც შენი შინაგანი ბავშვის ის ნაწილი იყო, რომელსაც შეიძლება ყურადღება ჭირდებოდა ან რაღაც ამ ერთ სიტუაციაში გამოცოცხლა თითქოს ეს ერთი ჭრილობა. მქონია მსგავსი შემთხვევები სხვადასხვა ურთიერთობაში და ხო, სხვათა შორის არც თუ ისე მარტივია შემდეგ ამის გააზრება და მიღება, რომ თურმე შენი შინაგანი ბავშვი რეაგირებდა. ანუ ამ თემაზე ფიქრობ, რომ ბუნებრივი პროცესია და ვფიქრობ, რომ ალბათ ყველა ადამიანს ქონია მსგავსი შემთხვევა. უბრალოდ შეიძლება ბევრმა გაიაზროს, რომ ასე ხდება, ბევრმა ვერც კი გაიაზროს, რომ ასე ხდება. და რა უცებ დავსერიოზულდით. ხო, ძალიან ისეთი საკითხია სენსიტიური და ვფიქრობ, რომ დიდი მიმღებლობა ჭირდება საკუთარ თავთან იმის გააზრებას და თან მით უმეტეს მეორე მხარესთან იმის გაზიარებას, რომ აი ეს გავიაზრე და თურმე შეიძლება სხვანაირი რეაგირება მქონოდა და მე ისევ ამ თემასთან დაბრუნება ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ შინაგან მზაობას მოითხოვს და მიმღებლობას მოითხოვს საკუთარი თავის პირველ რიგში. მაგრამ ვფიქრობ, რომ ალბათ მეც მქონია რა თქმა უნდა მსგავსი შემთხვევები და ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს ქონია. მაგრამ შეიძლება ბევრისთვის ეს იყოს უკვე აი ეს ჩემი ხასიათია და მორჩა, ანუ ბევრი ამ რეაგირების პროცესი იღებს ისე როგორც თავისი ზრდასრული ვერსიის უკვე ხასიათის ნაწილს და შეიძლება არ აქვს იმის მიმღებლობა, რომ დარჩეს და აღიაროს ეს თუნდაც საკუთარ თავთან. იმიტომ რომ მტკივნეული პროცესია ეს. კი გეთანხმები, იმიტომ ამ შემთხვევაში იცი რა ხდება? ახლა შენ რა მაგალითიც მოიყვანე, ამ შემთხვევაში ეს შინაგანი ბავშვი, გულნატკენი ბავშვი, ვაიმე, გულნატკენი რა კაი სიტყვა, რა კარგად შეესაბამა ამას. შინაგანი გულნატკენი ბავშვი იმდენად დიდ სივრცეს იჭერს, რომ წარმოიდგინე ერთი ოთახი, რომელშიც დამოუკიდებლად შეგიძლია კარი გააღო, შეხვიდე, ყველაფერი გადაადგილო, გადმოადგილო, რაც გინდა ის გააკეთო, ფანჯარა გააღო, რა ვიცი, სცენარეები შეიტანო, გამოიტანო, ყველაფერი რაც გინდა გააკეთო. მაგრამ წარმოიდგინე, ამის შესაძლებლობა ყოველთვის არ გაქვს, იმიტომ რომ ზოგჯერ ამ კარის უკან ვიღაც დგას და არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს კარი გააღო, შეხვიდე და ეს ყველაფერი, რასაც
ავტომატურად უნდა მეთქვა. ეს ყველაფერი, რასაც დამოუკიდებლად აკეთებ და შეგიძლია, სწორედ ამ კონკრეტულ სიტუაციებში უკვე ვეღარ შედიხარ ამ ოთახში, იმიტომ რომ ამ კარის უკან ეს ბავშვი დგას და როგორღაც საკუთარ თავს იცავს, იმიტომ რომ ეშინია რომ შეიძლება რაღაც ისეთი მოხდეს, რასაც ვერ გადაიტანს, ვერ გაუძლებს, ან შეიძლება მარტო დარჩეს, იმის შიშიც კი კონდეს, რომ შემდეგში ვეღარ შეაყებ ამ კარს და ან აღარ შეაყებ ამ კარს და აღარ მიხვალ მასთან, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ დგას ახლა ამ კარის უკან და შიშის გამო არ გაძლევს საშუალებას, რომ შეაღო ეს კარი და შეხვიდე. ძალიან პარადოქსულია ცოტა, მაგრამ ზოგჯერ ჩვენი შიში ზუსტად იმ რაღაცებს გვაკეთებინებს, რისი გაკეთებაც არ გვინდა. ანუ მინდა რომ ვიღაც შემოვიდეს ამ ოთახში, ანუ ჩემშინაგან ბავშვი შეიძლება უნდა რომ შემოვიდეს ამ ოთახში და ვიღაცამ შემამჩნიოს, ვიღაცამ ყურადღება მომაქციოს, მაგრამ როგორც კი ხმა ესმის რომ ვიღაცას შეუძლია ამ კარის გაღება, ამ კარის უკან დგას, იმიტომ რომ იმის შიში აქვს რომ ვიღაც რომ შემოვა, აუცილებლად წავა ისევ და ურჩევნია, რადგან უკვე ამდენი ხანი მარტო იყო ამ ოთახში, ურჩევნია ეს აღარ იგრძნოს რომ ვიღაც შემოვა და ძალიან სასიამოვნო იქნება მე მისთვის და მე ისევ თავიდან მოუწევს ამ ტკივილთან გამკლავება. იმედია ძალიან აბსტრაქტულად არ ვხსნი, პირიქით მაგალითი მოვიყვანე რომ ბევრად ცოტა გასაგები ყოფილიყო რისი გადმოცემა მინდა. და ამიტომ მგონია რომ ზოგჯერ ეს ბავშვი იმდენად დიდ სივრცეს იჭერს რომ ყველანაირად გვიბლოკავს ამ ოთახში, ამ ოთახთან კავშირს და ასეთ სიტუაციებში, რა ვიცი, ტრიგერებს რომ ვეწახით, ასეთ სიტუაციებში მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ნაწილს სჭირდება ყურადღება. წარმოიდგინე, რა გჭირდებოდა პატარაობაში, ისე კაი სურათი დავხატე. რა გჭირდებოდა პატარაობაში, როდესაც მიყავი გაბრაზებული ან გულნატკენი ან ნაწყენი იყავი, რაღაც გჭირდებოდა და ვერ მიიღე და ოთახში შეხვედი და გაბუტული იყავი შეიძლება. და ელოდებოდი რომ ვიღაც შემოსულიყო, ან დედა შემოსულიყო, ან მამა, ან ბიძი, ან ბიცოლა, რა ვიცი ვინმე. და ამ დროს რა გჭირდებოდა? მგონი ეს არის ჩვენი დავალება, მაინც რომ ჩვენ, ანუ მე ამ შემთხვევაში, როგორც ზრდასრული ჩემ შინაგან ბავშვს ვკითხო, რა მჭირდებოდა მაშინ. და სწორედ ასე მოვექცე, რა თქმა უნდა, ამას ფიზიკურად გარეგანად ვერ გავაკეთებ, მაგრამ ემოციურად ამის გაკეთება შეიძლება და მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ დაკვირვებით და საკუთარ თავთან ემოციურად მხარში ამოდგომით შეიძლება ამ სიტუაციებში ნებისმიერ ურთიერთობაში ასეთი რაღაცების გამკლავება მიუხედავად იმისა, რომ მარტივი არ არის. რომ გადაგეფარება თვალებზე. ხო, გეთანხმები კი და თან ალბათ პროცესში მაინც რთულია. იმ პროცესში რთულია ალბათ გაანალიზო, რომ შენი რომელი მხარე მოქმედებს და ოთახს რაც შეეხება შენ რა მაგალითიც მოიყვანე, მაგაში გეთანხმები, რომ ალბათ მაინც ის სიჩუმეში ყოფნა, მარტო ყოფნა, ნუ სხვებისთვის რაღაცა სივრცის არ გახსნა. ანუ ეს მაინც ნაცნობ ტკივილთან მარტო ყოფნა მაინც უფრო მარტივია, ვიდრე იმასთან გამკლავება, რომ შეიძლება ვიღაც ემპათიურად იყოს შენს მიმართ განწყობილი და ანუ ეს რაღაც ჩვეულებრივი შენთვის ემოციური რუტინა, რაც გაქვს, თუნდაც ის ოთახში შეკეტვის, აქედან რომ გამოხვიდე, ეს არის კიდე ძალიან საშიში. და ხო, ძალიან სენსიტიური თემაა და მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანში ხომ არის ეს შინაგანი ბავშვი. და ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ვუვლით ჩვენ ამ შინაგან ბავშვს და რამდენად ვართ მასთან ერთად, მის გვერდით, ან როდის შეგვიძლია რომ ხარში ამოუდგეთ და რავი, ძალიან სენსიტიურია.
მოიცა მაგაზე რას ვფიქრობდი, იცი? რა თქვი ერთი წინადადების უკან? ბოლო წინადადება რაღაც. ოთახში შეკეტვა უფრო ხო, მარტივია იცი, ხო, კი. და იცი რატომ მიუხედავად იმისა, რომ ამ შინაგან ბავშვს შეჩვეულია უკვე შეეჩვია იმას, რომ მარტოა და თან ძალიან უნდა რომ ვიღაცამ კარი შეაღოს და შევიდეს და ვიღაცამ დაინახოს და მის მიმართ ყურადღება, სიყვარული, ზრუნვა გამოხატოს, ეს ყველაფერი რაც ამდენი ხნის განმავლობაში არ მიუღია, ან შეიძლება ცდილობდა კიდეც ვინმე, მაგრამ იმდენად ნატკენი, გულნატკენია, რომ შეიკეტა, ხო, ჩაკეტილია ამ ოთახში და არანაირად აღარ გადის, იმიტომ რომ ეშინია გარეთ გასვლის. და იცი რატომ, რომ გავიდეს და ეს შეიგრძნოს, რომ ვიღაც მის მიმართ ემპათიურია, ვიღაცამ სიყვარული აჩუქა, ვიღაცამ მის მიმართ მზრუნველობა გამოხატა, მერე უფრო მტკივნეულია იმის, უფრო დიდია შიში და უფრო მტკივნეული შეიძლება იყოს ის, რომ ეს რაღაც დაკარგო. და ეს იწვევს შიშს, იმიტომ რომ ამ ბავშვმა უკვე ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს მარტო ყოფნა. რას ნიშნავს იყო გამოკეტილი ერთ ოთახში, ანუ ამ ემოციურ ოთახში და როდესაც უკვე შეიგრძნობს ამ ემპათიას, სიყვარულს, ზრუნვას, მიიღებს, გასცემს კიდეც და აღმოაჩენს, რომ ეს ხანგრძლივი არ არის, არამედ გარდამავალია. ეს უფრო მტკივნეულია, იმიტომ რომ ამის მეორე მხარეც იცის. და ამიტომ არის შიშიც ამხელა. გითანხმები. და თან კიდე გამოხატვა, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ კიდე ამაზე ვსაუბრობდით ადრე. როდის უნდა ისწავლოს ადამიანმა ემოციებთან დარჩენა, რა საკიდან იწყება გაცნობიერება იმის, რომ მაგალითად მე ვარ გაბუტული, მე ვარ ნაწყენი, ნაწყენი ვარ და ვთქვა თუნდაც ის, რომ ნაწყენი ვარ, როდის ვინ უნდა ასწავლოს ბავშვს ეს, როდის უნდა ასწავლოს, რა საკიდან უნდა ასწავლოს, რა ხერხები არსებობს იმისთვის, რომ ბავშვმა ბავშვობის ასაკში შეიგრძნოს თუნდაც ეს ნეგატიური ემოციები და ის რომ ნორმალურია ნეგატიური ემოციების განცდა და ის რომ მაგალითად ყოველთვის კარგ განწყობაზე არ უნდა იყო და რაღაცა ყველაფერი რიგზეა და არაფერი არ მაწუხებს, ამით რომ ყოველთვის ვერ გადაფარავ თუნდაც ნეგატიური ემოციების განცდას და ვინ უნდა დაუდგეს ბავშვს ამ შემთხვევაში მხარში და როდის ხდება ეს, როდის უნდა ხდებოდეს ეს, ალბათ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, აქ მშობლების ფაქტორი ძალიან დიდია, იმიტომ რომ პირველ რიგში ბავშვობის ასაკში მაინც უსაფრთხოდ ბავშვი სახლში გრძნობს თავს და შესაბამისად ამასთან ამისთვის სივრცის შექმნა და ამის მიმღებლობა ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია პატარა ასაკიდან. იმიტომ რომ შემდეგ ზრდასრულ ასაკში ეს ჩვენი პატარა ვერსია არასდროს რომ არ გვტოვებს, მერე ალბათ ძალიან დაეხმარება ადამიანს ის ხერხები ან ის გზები, რითაც პატარა ასაკში უმკლავდებოდა ამ პატარა ნეგატიურ რაღაცებს, თუნდაც მაგალითად მეგობარს გავებუტე და ვერ ვეუბნები რომ გავებუტე, მაგრამ 2 დღის განმავლობაში არ დაველაპარაკები და ასე გავუმკლავდები ჩემ წყენას. ის რომ მაგალითად ამის თქმა, კომუნიკაცია, რომ მნიშვნელოვანია ამის გაჟღერება, რომ მე უფრო კარგად იგრძნო თავი, რა ვიცი, რაღაც ძალიან შორს მივდივარ მგონი. არა, სხვათა შორის ძალიან, მთავარი რაც არის ამისთვის ზუსტად იმ თემას ეხები, მაგრამ რაზე დავფიქრდი, იცი? ჩვენ თუ გქონია ასეთი 2 დღიანი გაბუტულობის ფაზა.
ბავშვობაში ხო ბავშვობაში ბავშვობაში მე არ მახსოვს, მაგრამ ზრდასრულობაში კი ბავშვობაში ზრდასრულობაში გასწავს? როდის? ბავშვობაში არ მახსოვს. არც თინეიჯერობაში. შენ რანაირად უნდა გაბუტულიყავი? ან შენ რანაირად უნდა გაგბუტებულიყო ვინმე? ხო და ზრდასრულობაში არ მახსოვს. როდის? შენ გამებუტე? ხო, თეაკო, კაი, აღარ შევეხოთ ასეთ პირად რაღაცებს, კაი, პირად რაღაცებს აღარ შევეხოთ. შენ რასაც შეეხე, მე როგორც აღზრდის და განათლების მეცნიერების დარგში მკვლევარი და სპეციალისტი და რა ვიცი და ყველაფერს მივიკერებ. ჩამოვიდე დავეშვა მიწაზე. გეთანხმები იმაში, რომ მშობელი დიდ როლს თამაშობს ამ შემთხვევაში და ეს ძალიან მომეწონა, რაც თქვი ზრდასრულ ასაკში, ანუ როდესაც ბავშვობაში მშობელი ამ რაღაც ხერხებს მისცემს თუ როგორ გაუმკლავდეს ამა თუ იმ ემოციას, ზრდასრულობაში უკვე ეს რაღაც სახლიდან მოაქვს, ისევ მშობლისგან მოაქვს და იცის რომ ასე სხვადასხვა სიტუაციებში სხვადასხვაგვარად უნდა მიუდგეს გარკვეულ პრობლემას და რეალურად შენ რაც ახსენე, მე ვფიქრობ, რომ თავარი ამ თემას რაც ეხება, თავარია ჩამოყალიბების მხრივ, იმიტომ რომ მშობელია პასუხისმგებელი თუ როგორ ისწავლის ბავშვი, ადამიანი ემოციებთან გამკლავებას და ბავშვს არ შეუძლია, ეს მინდა ერთ წუთში ჩავატევ. ის რომ ბავშვს არ შეუძლია საკუთარი თავის აღქმა არ შეუძლია და თვითონ ფიქრობს რომ თვითონ არის დედა, ანუ გამოცალკევებულად საკუთარი მე არ აქვს ჩამოყალიბებული და ნენელა როგორც კი უყალიბდება, არც იმის აღქმა და გამოცალკევება როგორც ჩვენ ზრდასრულები ვაკეთებთ, ეს არ შეუძლია ბავშვს. ზოგჯერ რომ ამბობენ, ვაიმე, როგორი აფერისტია ეს ბავშვიო, როგორ მატყუებს რაღაცებს, ეს ჩვენი გადმოსახედიდან ვხედავთ ამას, თორე ბავშვს ეს არ შეუძლია და ამდენის გააზრება და ამდენნაირად გადმოცემა მას არ შეუძლია უბრალოდ თუნდაც ეს აფერისტობა ან ტირილით ყურადღების მიქცევა ეს ყველაფერი არის ხერხი მეთოდი იმისა რომ მიიღოს ის რაც სჭირდება იმიტომ რომ მას არ შეუძლია იმის თქმა აუ სევდიანი ვარ და ჩამეხუტე ერთი რა ანუ ამის თქმა არ შეუძლია და ასეთ შემთხვევაში თუნდაც როდესაც გადაღლილია ბავშვი და ტირის მთელი საღამო შეიძლება ტიროდეს და ვაიმე რა სჭირს ბავშვს რა სჭირს ბავშვს არა და შეიძლება მანამდე მთელი დღის განმავლობაში ეზოში იყო და ეზოში თამაშობდა ჩვენი დავალება ასეთ შემთხვევაში არის ის რომ ეს რაღაც პატარა ნაწილები ერთმანეთთან შევაერთოთ და აქედან ინტერპრეტირება ჩვენებური ინტერპრეტირება გამოვიტანოთ ის რომ ბავშვი გადაიღალა და ამ გადაღლილობას გამოხატავს ტირილით, ცრემლებით და ვერ ახერხებს იმას რომ მოდუნდეს და ასე შემდეგ. ბევრი რაღაცა შეიძლება ეს ინდივიდუალურად უნდა დააკვირდეს მშობელი ბავშვს და მე ვფიქრობ რომ ასეთ შემთხვევაში როცა დედა, მამა, ბები, არა ვიცი ვინც არის აღზრდაში თანამონაწილე, ასეთ შემთხვევაში ბავშვის ემოციები უნდა ავირეკლოთ. ანუ შვილო ვხედავ რომ დაღლილი ხარ ის კი არა რომ რა გატირებს შვილო რატომ ტირი დამასვენე ამით იმას ვასწავლით რომ იცი რა შენი გადაღლილობა და შენი ემოციები დავიღალეთ უკვე რატომ ტირი გაურკვევლობასთან არის დაკავშირებული და როცა მშობელი თავისით გამოხატავს და აირეკლავს ამ მის შინაგან მდგომარეობას რომ შვილო ვხედავ რომ დაიღალე დღეს მთელი დღე ეზოში იყავი და ვიცი რომ რთულია მოდუნება და ამ მხარში ამოდგომა ეს სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის იმის სივრცეს რომ ბავშვმა რაღაც თავისით დააკავშიროს ეს ემოცია ოკეი ეს დავიღალე
და მერე უკვე თავისით, რა თქმა უნდა, უკვე როცა ზრდასრულ ასაკში გადავა, თავისით უკვე იპოვის ყველაფერზე პასუხს, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს რაღაც თავარი ბაზა საჭიროა, მე ვფიქრობ და სწორად შეეხე ამ თემას. ერთ წუთში ვაპირებდი, მაგრამ 3 წუთი ვისაუბრე. კი, გეთანხმები სრულიად გეთანხმები და კიდე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, ხშირ შემთხვევაში მშობელი ცდილობს, რომ ბავშვს არ იდოს, ყველანაირად ცდილობს, რომ ბავშვს არ კონდეს შეხება ნეგატიურ ემოციებთან. და ეს არის ერთგვარად მშობლის მხრიდან ზრუნვის და რაღაცა დამცველობითი მექანიზმის გამომუშავება ბავშვის მიმართ, რომ ყველანაირად შეიძლება იცადოს იმას, რომ მაგალითად ბავშვი არ შეეხოს შიშის განცდას, ან ყველანაირად მოარიდოს ისეთ სიტუაციებს, სადაც ბავშვს შეიძლება შეეშინდეს. ან მაგალითად ბავშვი შეიძლება გაბრაზდეს, ამ შემთხვევაში ყველანაირ სურვილს უსრულებს მშობელი ბავშვს და ანუ აი მაგალითად იმედგაცრუებასთან, ან უარყოფასთან, ან არასთქმასთან რომ არ კონდეს შეხება, ანუ ამ ხრივ გამოხატავს თითქოს ზრუნვას, რომ ყველანაირად უზრუნველყოფილი ყავდეს ბავშვი ისე, რომ არანაირ ნეგატივთან არ კონდეს მას შეხება. და რა თქმა უნდა მესმის, რომ ეს მშობლის მხრიდან ყველა მშობელს თავისი ბავშვისთვის უნდა საუკეთესო, ეს რა თქმა უნდა, გასაგებია. მაგრამ როდესაც ზრდასრულ ასაკში გადადის ბავშვი, რომელსაც არ ქონია არასდროს შეხება ამ ნეგატივთან და მას რა თქმა უნდა ექნება სტრესთან შეხება და ნეგატივთან შეხება ზრდასრულ ასაკში და ეს სამსახური იქნება თუ პირადი ურთიერთობები იქნება, აუცილებლად მოუწევს სტრესთან გამკლავება. ამ შემთხვევაში ძალიან რთულია ზრდასრული ადამიანისთვის იპოვოს ის გზები, რომლითაც პირველ რიგში აღმოაჩენს იმას, რომ თურმე არსებობს ნეგატივი სამყაროში და მეორე ის ძალიან დიდი დრო დაჭირდება საიმისოდ, რომ შეძლოს საკუთარ თავში იმ მექანიზმების გამომუშავება, რომელიც დაეხმარება თუნდაც ნეგატიურ ემოციებთან გამკლავებაში, მაგალითად იმედგაცრუებასთან, არ ვიცი, უარყოფასთან, სევდასთან, ბრასთან, ანუ ამ შემთხვევაში სირცხვილთან, ანუ ყველანაირ ნეგატივთან, რომელსაც მშობელი თავის დროზე ბავშვობის ასაკში ცდილობდა, რომ რაღაც ზრუნველობითი მიზნებით თავიდან აერიდებინა მისთვის და ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა, რომ რაღაც საშინელებაში განზრახ აღმოვაჩინოთ ჩვენი შვილი, შვილი ამ შემთხვევაში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუნდაც იმის სწავლება, იმასთან გვერდით დგომა, აი შენ რაც ახსენე, რომ მაგალითად დაღლილი ხარ და მე ვხედავ, რომ დაღლილი ხარ, ანუ თუნდაც ამის თქმითაც კი ძალიან დიდ ძალას აძლევს ამ შემთხვევაში ბავშვს, რომელმაც საერთოდ არ იცის რასთან აქვს შეხება, მშობელი ძალიან დიდ ძალას და რაღაც გამკლავების გზას აძლევს ამ შემთხვევაში ბავშვს და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ან მაგალითად შიშთან გამკლავება გეშინია და ამ შემთხვევაში კი, მეშინია, მაგრამ რისი არ უნდა მეშინოდეს, ანუ რითი გამოვიმუშავე ის, რომ ამ რაღაცის როგორ არ უნდა მეშინოდეს, ხო? ხო, როგორ არ უნდა მეშინოდეს, როცა მართლა მეშინია და ვიღაც მეუბნება, ანუ ამ შემთხვევაში მშობელი, რომელიც ჩემთვის არის ავტორიტეტი და ანუ მასთან ვარ შეფარებული ყველანაირად ემოციურად, მეუბნება, რომ ამის მეშინია ისე, რომ ამ რაღაცის გამოცდის და ამასთან შეხების საშუალება საერთოდ არ მაქვს. მაგრამ ვიღაც მეუბნება, რომ ამის არ უნდა მეშინოდეს, მაგრამ ზუსტად იმ რაღაცის მეშინია, იმიტომ რომ ვერასდროს ვერ აღმოვაჩინე თუ რეალურად რა არის ეს რაღაც. და ხო ძალიან ფაქიზია და ხო პირველ რიგში მე არ ანუ ეს ჩემი აზრია, ჩემი დამოკიდებულება, ეს არ არის არავის კრიტიკა ჩემი მხრიდან, მაგრამ ვიაზრებ და რა თქმა უნდა, ანუ
მე არ ვარ ამ ეტაპზე მშობელი, მაგრამ აი თუნდაც ის თუ მე როგორ ვული ამ შემთხვევაში ჩემ შინაგან ბავშვს, ეს მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვა თუ როგორ ვისურვებდი, რომ ანუ რა ემოციური მხარდაჭერა მინდა რომ მივცე ჩემს შვილს სამომავლოდ. და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მიხარია რომ ამაზე ვისაუბრეთ და მადლობა შენ. კი, რაღაც უნდა დავამატო, ანუ ზოგადად ეს ბავშვს როდესაც ეუბნებიან ნუგეშინიაო, ამით ბავშვს სირცხვილს ასწავლი, ანუ სირცხვილის შეგრძნებას უბეჭდავ, იმიტომ რომ ნუგეშინია და თითქოს რაღაცნაირად ეს სირცხვილში გადადის. ანუ მე რომ მეშინია, ესე იგი ეს რაღაც არასწორია, ანუ რაღაც არ ვარ საკმარისი და ეს როცა სირცხვილესთან ასოცირდება თითქოს, რომ აი როგორ გეშინია ამ რაღაცის და ანუ ამის აღარ უნდა მეშინოდეს, იმიტომ რომ თურმე ეს არ არის ნორმალური, რომ ამის მეშინია. კი, და მე ვფიქრობ, მშობლის მთავარი დავალება არის ასეთ შემთხვევებში არა ის რომ ნუ გეშინია, არამედ ბავშვს ამოუდგე მხარში და მხარი დაუჭირო და ასწავლო ის როგორ გაუმკლავდეს შიშის შემთხვევაში ამ შიშს. ან თუნდაც მე და ჩემი ობობების შიში მაგალითად მე დიდი ვისურვებდი რომ მახსოვს ერთადერთი ბაბუა ჩემი იყო რომელიც არ მაშინებდა თუ კი ობობას დაიჭერდა არ დამყვებოდა ამ ობობათი და არ ცდილობდა რომ როგორმე შევეშინებინე და მჯეროდა და ყოველთვის რაღაცნაირად შინაგანი ნდობა მქონდა მის მიმართ რომ თუ კი ბაბუა გაიტანდა ობობას გაასვენებდა გარეთ ამ შემთხვევაში დაცულობის შეგრძნება მქონდა. სხვების შემთხვევაში არავის მიმართ, მე ვიცი დედაჩემი უსმენს ამ ეპიზოდს, არავის მიმართ არ მქონდა ეს დაცულობის შეგრძნება, იმიტომ რომ თითქმის ვერავის ვერ ვენდობოდ, იმიტომ თითქმის ყველას ერთხელ მაინც უცდია, ვაიმე ობობა. და ასეთ შემთხვევაში ნდობაც იკარგება, თუნდაც ნუ გეშინია, რა გაშინებს, რატომ გეშინია. ხარში ამომიდექი, მხარში ამოუდექი ბავშვს და ის აჩვენე რომ შიში არსებობს, ამ შიშის გაქრობა არ გვინდა, მაგრამ მე აქ ვარ, მხარს გიჭერ და თან ვსწავლობთ ნელ-ნელა ამ შიშის პროცესში, როცა ეს შიში თავს გამოიჩენს, როგორ გაუმკლავდე საკუთარ თავს, იმიტომ რომ მე შენ ყოველთვის გვერდით ვერ გეყოლები. ჩვენ ყოველთვის ასე ერთად ვერ ვიქნებით. ეს რაღაცები უნდა ისწავლოს. მე მაგალითად რომ მესწავლა ეგ ამ აპარატს არ ვიყიდდი, რომლითაც ობობები გამყავს გარეთ. არამედ შეიძლება ხელში დავიჭერდი და გავიყვანდი. და ასეთ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ წეგან რაც ახსენე, როცა მშობელი ყველანაირად ცდილობს რომ ეს ნეგატიური ემოციებს რაც შეეხება ამაზე კიდე ცალკე შეგვიძლია ვისაუბროთ, მე ვფიქრობ რომ უფრო რთულად მისაღები რთულად ინტეგრირებადი ემოციებია ნეგატიურს ვიცი რასაც გულისხმობ, მაგრამ თლად ნეგატიურის რაღაც მაწუხებს და ვერ ვუწოდებ ნეგატიურს. მაგრამ ხო, მივხვდი რაც იგულისხმე და ამ შემთხვევაში რაც თქვი რომ მშობელი ხშირად ცდილობს რომ ეს ნეგატიური ემოციები არ იტოს ბავშვსო, ყველა მშობელს მინდა ერთი რჩევა მივცე, როგორც აღზრდის და განათლების მეცნიერებაში დავაშვით მიწაზე. აუ, ისე ამის ჩამოკიდებას. შემიძლია ჩემი დიპლომი. ერთ რჩევას მიცევ. ასეთ შემთხვევაში, როდესაც გაგიჩნდებათ სურვილი, რომ როცა თქვენი შვილი ტირის და კარგი ნუგეშინია, კაი ნუ ტირი ხარ, არი ტირო ასეთი კომენტარები, სანამ ასეთ კომენტარებს ეტყვით თქვენს ბავშვს, შვილის, ბიძაშვილს, ვინც იქნება, პირველ რიგში საკუთარ თავს დააკვირდით, რატომ ეუბნები,
რის გაქარწყლებას ვცდილობ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ამ ბავშვის დამშვიდებას კი არ ვცდილობ, არამედ შენში არსებული შინაგანი ბავშვის დამშვიდებას ვცდილობ, რომელსაც სწორედ ასეთ სიტუაციებში გვერდით არავინ არ ყავდა. ამას როცა გაიაზრებ, შენი შვილის ბიძაშვილის დეიდაშვილის მიმართ სწორედ ეს მხარდამჭერის როლი გექნება, როგორც ზრდასრული ადამიანი და არა ის შინაგანი შენი პატარა ბავშვი არ გამოცოცხლდება, რომელიც ცდილობს ამ ბავშვის მეშვეობით რაღაცეები ამოხსნა შენში. всё, მე დავასრულე. თორე ძალიან გაგვიგრძელდა. აღზრდის და განათლების მეცნიერების აღზრდის და განათლების. მადლობა. ვაი. ეთანხმები და ნეგატიურ ემოციებზე მეც მეწუხებს და ბარემ თქვათ რომ ხო ნეგატიურ ემოციებში არ გულისხმობ ემოციებს რომლისგანაც და ან სასირცხვილოა ან რანაირად თქვათ ანუ კარგი და ცუდია არამედ ანუ განც შინაგანად ემოციურად განცდის მიხედვით რა თქმა უნდა ბრაზი რაღაც დადებით განცდას არ იწვევს ჩვენში რაღაც პირიქით უფრო ანუ მინუსი და პლუსის ვარიანტში უფრო მინუსში გადავდივართ, იმიტომ რომ შესაბამისად ენერგიასაც გვაცლის და ცუდი განწყობ, ასე შემდეგ. ანუ რაღაც ნეგატიურთან, ანუ განულებასთან, პირიქით გარეთ გასვლასთან, ენერგიის დახარჯვასთან და ასე შემდეგ, ანუ უფრო ცუდად ყოფნასთან ასოცირდება, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ემოციები კარგი და ცუდი არსებობს და რადგან ბრაზგან ვიცდი მე ცუდი ვარ და ეს არ უნდა შევიგრძნო. ანუ ამ კონტექსტში არ გულისხმობ და კი, მე გავიგე მაინც. გამახვილა ყურადღება. თეაკო სანამ დავასრულებთ, გონი დრო დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი სესია. მე მინდა მსმენელს ერთი კითხვა. მსმენელს და თუ გინდა შენც წაიღე. მარტო მსმენელისთვის რატომ? ერთი კითხვით მინდა დავასრულო ეს დღევანდელი ეპიზოდი. წარმოიდგინე, რომ პატარაობიდან ატარებ ზურგჩანთას, რომელშიც ყველა ადამიანი, რომელსაც დღემდე შეხვედრილ ხარ, ყველამ რაღაც ჩაგიდო ამ ზურგჩანთაში. ეს შენი ზურგჩანთა ნელ-ნელა მძიმდება და შენ გააქვს იმის თავისუფლება, რომ ჩახედო ხოლმე ამ ზურგჩანთაში, მიიღო გადაწყვეტილება, რა გჭირდება, რა მნიშვნელოვანია და რა არ არის მნიშვნელოვანი. კარგად დაფიქრდი, შეგიძლია ასევე ჩამოწერო, რომელმა ადამიანებმა ჩაალაგეს ამ ჩანთაში ყველაზე მეტი ნივთში ვგულისხმობ ემოციას, მოგონებებს, ტკივილს, ყველაფერს, რაც კი წარმოგიდგენია აბსტრაქტული და ფიზიკური, ყველაფერი აბსოლუტურად და რა მოიშორე უკვე, რისგან გათავისუფლდი და რას ატარებ დღემდე, რისი მოშორებაც გათავისუფლება გინდა, რისგანაც გათავისუფლება გინდა, მაგრამ ვერ ახერხებ და მომავალში ეს დაისახე მიზნად, რომ ამისგან გათავისუფლდე. ვაუ, ამ კითხვებით ძალიან რეფლექტირებადი კითხვა. მე აქვს დღევანდელი დღესთვის. შემდეგ ეპიზოდამდე წაიღეთ ეს კითხვა. ძალიან საინტერესოა. კარგად ბრძანდებოდეთ, დავიყალე. ნახვამდის. ფიქრობ საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა. აქვე გავაკეთებ შეფასებას. მეც ფიქრობ, მე ყოფილი ვარ. გულხელ დაკრეფილი წავალ ახლა ზეც პანჯერას გავაღებ. ხო, პანჯერას გავაღებ, გარეთ აღარ ცხელა, დავტკვები, ეპიზოდი ჩავწერეთ, всё. კარგად ბრძანდებოდეთ. ყველაფერი რიგზეა. კარგად, ბედნიერი დღე.